ალექსანდრა ვაიკაძე აი ეს მომენტი მიყვარს. ტაში რომ ძაფრდება ხოლმე მეოთხეზე ალექსანდრაზე. მანამდე აი ეს რო ხდება. ჩვენ ვამძაფრებთ ჩვენ ვართ თავი და თავი ამ ყველაფერს. არა, ნანუკა ყველა ამძაფრებს და ვაღიაროთ არ გვინდა, ოკეი? ხო, მაგრამ ჩვენც მათ შორის ვამძაფრებთ და გადაგვაქვს ეს მუხტი ყველაზე. გამარჯობა, მოგესალმებით, ეთერშია ქალები. სალომე შარვაძეს აქვს ორი სიტყვა სათქმელი. რა თქმა უნდა, ჩვენი წარდგენია ლიდერბეთი. ჩვენს მაგიდას ამშვენებს უგემრიელესი წყალი ჩერო და ასე შემდეგ. გინდა ვაშლი, გინდა მარწყვი, ეს ყველაფერი თავისით ბედისწერა ანაწილებს, ვინც რა ვართ იმის მიხედვით. დიახ, ვაშლი ხარ შენ? ვაშლი ვარ, აბა რა ვარ? ой, ვაშლი, შენ დღეს ლიმონი ხარ. მე მარწყვი როგორც ყოველთვის. მე მარწყვი როგორც ყოველთვის. ой, დაგასწავლეთ თამაში. იცი რა, ვაშლი იმას უფრო უხდება, რაღაც სიტიტულება რამე. არა? eva სტატუსით კი, მაგრამ ფორმით მე უფრო მიხდება ჩემი აზრით. არ ვიცი თუ. აჰა, ორივე და ულამაზესები ხართ, უსაყვარლესები ხართ. მალე შვებულება მოდის, ყველა დავისვენებთ, რა ბედნიერებაა და სულ რამოდენიმე გადაცემა გადავრჩა. კი. ჩასაწერი და წავალთ მე შვებულება. და ამიტომაც დადის ყოველდღე ექიმებში, ხო, სალომე? ეს ყოველდღე. დღესაც იყო დაჭყლეტილი მოვიდა. დღესაც რა იქ რა გამოიკულიეთ, დღეს რა დაავადება გამოიკულიეთ. რა და ვაქცინისთვის ვემზადებ და რადგან ვარ ალერგიული, ბატონო ბიძინა კულუმბეგო, სალამი აქედან და მივედი და გამოვიკულიე თუ რაზე ვარ ალერგიული, კულტურული ადამიანი ვარ სხვებისგან განსხვავებით. მეტყვის სულ რამოდენიმე დღეში. მე რატომ კულტურული ადამიანი? იმიტომ რომ მარტო ერთ ადგილას დადიხარ, ისიც მეგრელების კლინიკაა, გენაცვალე, გადასარევი ღიმილი კი გაქვს და დენტალ კლუბის გარდა, ой, იქ მივდივარ, იქ ვერ მიასწრებ მისო. მანდ დადიხარ. ერთი წამით რა. ერთი წამით ძალიან ხო. მართლა არ გეტყვი შე ოროსანოს გარდა ეხლა არაფერს რა. დენტო კლუბი მეგრელების რო არის, მაგითა დავდივარ მან. შეთოსარ სულ მეგრელების არის, აი სულ ყველა გასაგებია რომ სულ მეგრელები არიან, მაგრამ ტექნოლოგიაში ინოვატორები არ არიან და ჰაი ლეველი არ არიან. ეგ თქვენი. რო გეშინიათ და გიჟები ვითხართ, ყლს ვერ გავიკეთებო, ჩამოღებული რო გაქვთ ყბა და ვერ გაძინებენ და გიკეთებენ ეგრე თუ არა და არიან თუ არა ამაში ინოვატორები. მე ვერ ხვდები რატო პროფესიონალები არიან თუ არა. ამიტომ დავდივარ. ანუ თუ გეშინიათ დაგაძინებენ და გაიღოთ. რა ლამაზი იქნები რკინებში ნანუკა გულა დაძინებენ. პირია აძინებენ თუ ესე გაძინებენ და მე გიღებენ. არა, მართლა საინტერესოა. შენ რომელიც გიადვილდება, არა, მე უფრო სხვა რაღაცა მაინტერესებს. შენ აი მისვლა ადგილზე რაში გჭირდება? შენ ყველა კვილი გიჩანს აგროზი ხარ. იმიტომ მიჩანს იქ რო დავდივარ ყველა კვილი და თქვენს ვარსკვლავებსაც არამეგრელებს რო აქვთ ეს ვინირებით გადათეთრებული და გადაკრიალებული კვილები, ყველას ხვდები იქ და მხოლოდ მეგრელების გამო არ დავდივარ და აღიარე ახლა. სხვათა შორის მე ნამყოფი ვარ. ნამყოფი ვარ და რო შევედი, როგორი აპარატურა აქვთ, იცი რაღაცა 3D ფოტო რაღაცა. მართლა ძვირფასი და ხარისხიანი ყველაფერი და გენაცვალე საწაბათ ვარ. მე 10 წელიწადში ხომ მიღებთ ჩემი მეგრელები. არ ვიცი, ჩაგიტყობ საქმეს, არ ვიცი. მოკლედ ეს შენი მეგრული ღიმილი გაქვს მაქედან. არ ვიცი, მე ძალიან მაწონს ნანუკას ღიმილი. მეც მომწონს შენი ღიმილი, გიშტები. კაი, დამღალეთ უკვე ერთმანეთის ქებით. სილამაზები ხართ. უფ, რა ერთმანეთზე ეს არა გვაქვს სილამაზეზე თემა. კი, სხვათა შორის გვაქვს მეგრელობაზე და შენ როგორც მეგრელობაზე. არა, მეგრელობაზე ძალიან გავს. ამერიან. ისედაც მოგიყვები დღეს ამ თემებთან დაკავშირებით. არც ერთი არ ეკუთვნის მეგრელს და ძალიან გთხოვე ხო. სინონიმებია და შენ როგორც სამეგრელოს ტყაშმაფა მინდა რომ ანუ სამეგრელოსთან არანაირ კავშირში არ არის ეს თემა, იმიტომ რომ მათყუარა ადამიანი შეიძლება იყოს სამეგრელოში და შეიძლება იყოს ყველგან. ამ სამყაროში ადამიანს არის, რომელიც გჭირდება და გარდაუვალია და ის ტყული უნდა თქვა და არის კიდე ბოროტიტყულები და მართლა რო არ შეეფერება ადამიანს და რაღაც ასაკს და რო იტყუებიან. ჩემთვის მაგალითად ცხოვრების დამანგრეველი ტყუილი არსებობს, რომელიც არასოდეს არავისთვის მომიყოლია და არ არსებობს დღეს რო არ გავხსნა ამით ეს ყველაფერი. მოკლედ გაგიკვირდებათ და მე არ ვარ მატყუარა. მე არც ბოროტ წყულს ვამბობ და არც კეთილ წყულს ვამბობ და ზოგადად ხო, ზოგადად ანუ ნიტრიტები გაქვს ავტომატურად ზოგადად ყუილი არის არ გიქვამს არასოდეს? ნახე როგორ არის, არ გამოვირჩევი მატყუარა ადამიანი არ ვარ. შენ იმდენად გულთბილი და გულჩვილი ხარ, რომ არ გინდა რომ სხვას რაღაცა აწყენიო და მაქსიმუმ ალბათ იმას მოატყუებს ნანუკა თუ რაღაცა იმას აწყენია. არა, ვატყუებ ამას ესეთ რაღაცებს. ჩვენი ნანკა პროდიუსერი გარდაიცვალა, სალომე, ამას ვატყუებ. არა, ეგ არა
არა, მართლა უნდა მოყვე ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან ცუდი ტყვილი და ესეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. 12 საათზე მირეკავს, რა შეიძლება, ხო? 12 საათზე კი რა 3 საათზე დაურეკავს და პრობლემა არ არის. მაგრამ მირეკავს ასეთი ხმით. არისო ეს. ვერ მელაპარაკე. ეს არისო. ეს არის მტკნარი სიცრუე. ველაპარაკები ნანკას და არ ჩერდება. რეკავს, რომ მოგინდება რომ ავნო. გინდა რომ ავნო. და ახლავე მეთქი ნანკა ხმა არა მოიღთქო და ჩავთე მესამე და ხო არ ჩანს მესამე რო არის ჩართული და სალომე ნანკა და ანუ ვეღარ ვეკითხავ და რითი პირდაპირ პასუხობ. რითი და ჩემი ოჯახის წევრები პირდაპირ ვინსად იყო დავარდა, იმიტომ რომ რითი ღამის 12 საათზე ნანკა კივილი და აი ასმენინებ და ნანკას მის გარდაცვალებას როგორ დავიტირე, როგორ ცუდად გავხდი, როგორ რითი რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი აღარ არის და რითი მაინც რომ აინტერესებს რითი იქნება რამე საყვები შეჭამა მოიწამლა წავიდე ვიჩივლო რა ვიცი 1000 რამეს ისე რა კარგი მოსესმენია ხო ნანკამ გაგვაწყობია არ მომწონს ეს თამაში ესეც ხო და გაგვაწყებინა და ახლა ნახე ეს დავსაჯე იმიტომ რომ განუწყვეტლივ რეკავს როცა საუბრობ ტელეფონზე და ნანკაც დავსაჯე იმიტომ რომ ნანკამაც ესე იცის განუწყვეტლივ რეკვა. გადაღება გვაქვს სამეგრელოში მithვა მე ყო ვარ მატყუა რა კაცო აქ იკვეთება. ანუ ეს იუმორია, ტყუილი არ არის. მივდივარ გადაღებაზე სამეგრელოში და შეგროვდა მთელი მეგრელების ხაზი და მე ვაგვიანებ როგორც ყოველთვის. და რეკავს ნანკა. ოღონდ ალბათ ვარ მეორე გადაღებაზე მივდივარ. არავინ არ მიცნობს და საერთოდ წარმოდგენა რა აქვს როგორი ვარ. სულ თქვენობით მესაუბრებია და მეც თქვენობით ჩვენობით საუბრობ, მაგრამ ნანკა კარგად გამოვიცანი რაც არის, რა თაღლითიც არის. და მირეკავს ნანკა ნანუკა გამარჯობა გიკავშირდებით ჩემი ცოლის დაქალებიდან ნანკა ვარ გაგვიანდებათ სათხართ და ვეუბნები დიახ ნანკა მე ვეღარ მოვდივარ ფეხები აღარა მაქვს ავარიაში მოხევი ნანკა და უცებ მესმის ან ხო შეიძლება ამ დროს რომ ჩემი სიკვდილი ან ვაიმე ან რაღაცა ხო შეიძლება მესმის გადაჭღაპნის ხმა ანუ სცენარიდან ამომჭღაპნა ეს იყო რაც გააკეთა და რითაც გამოხატა თავისი თანაგრძნობა ჩემს მიმართ და მეთქი მოვედი ჩამ სულ ეს იყო შეთქმულება ეგ არ არის ტყუილი ეგ არის ჰუმორო ახლა ვეგეთქვით რა არის ტყუილი ვიცხებ მოკლედ მე მყავდა შეყვარებული და მოკლედ აი ესეთი ყავს შეყვარებული რა ერთგული რა კარგად ჭირს შენგან ეს ნეტა იცოდე როგორ გიხდება რაღაც აწმყოდროში კი გვაქვს სრული ჰარმონია ურთიერთობაში და გადასარევად ვართ ერთმანეთთან შეპიჭბიჭებულები მოკლედ ჩემი შეყვარებულის ბიძაშვილი ჩამოდის და მეუბნება რომ სიურპრიზი მოუწყოთ და ავიდეთ მასთან სახლში ავედით მასთან სახლში, ანუ უნდა ვითამაშოთ ნარდი, ჯოკერი, პოკერი, იქ არის თელი ამბები და ამისთვის მომზადებულები ავდივართ მეც ეგრევე კოსა გავიკეთე ავედით. კარი გააღო და დაინახა თითქოს არ ვიცი, აი კარს რო გააღებ და ვინ უნდა დაინახო, რომ ეგეთი სახე ქონდეს. კორონავირუსიც უკვე მიმღებლობა გვაქვს. ანუ ზიზღი, შიში, რიდი, ანუ მოკლის სურვილი ყველაფერი ამოვიკეთე. ანუ ფერი გადავიდა ამ საყვარელი ადამიანის გამომეტყოლებიდან და ვერაფრით ვერ ხვდები და თან მინდა გითხრათ რომ მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი ადამიანი განსხვავებით ჩემი უახლოესი მეგობრისგან. ანუ საერთოდ ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა მარტივია ამ დროს. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის, რაღაცებს ბრახუნობს და კი ყრის ერთი ოთახიდან მეორე ოთახში, მაგრამ მე ვერც ნივთებს ხედავ რას ყრის და მგონია რომ უბრალოდ აწესრიგებს ეს კაცი თავის რაღაცა სივცეს და არ გველოდა და ნუ გასაკებია ხალათით არის და არ გველოდებოდა რა. და რომ შევედით მისაღებ ოთახში. ძირს დავიხედე და ვხედავ 36 ნახევარი, 37, არა, 35, 36 ნახევარი ჩუსტი გდია. და ეს პატარა კაცია? პატარა კაცია დიდი ფეხია. დამლოგებლის იყო. ჩუსტი იყო პატარა ქუსლზე, ვარდისფერი, ბევრი პეროებით. მეგრელის ჩუსტი. გამოვიცანი. არა. ფრანგი მეძავის ჩუსტები რო არის ფილმებში. აი ეგეთი ვარდისფერი პეროებიანი ჩუსტი ხალხნო გდია ჩემ თვალწინ და მინდა რომ ეს ჩუსტი ავიღო დაუბრდღნა მივაბრდღნა მისი ბიძაშვილის თვითონაც ყველაფერი მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ ვაკეთებ და საერთოდ არ ვაპირებ ამ ჩუსტის შემჩნევას იმიტომ რომ ახალგაზრდა ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვართ და 1000 რაღაცა მაქვს თავში შესაჩერებელი
და ვაპირებ რომ აქ გავჩერდე რა ჩემი ცხოვრების ნგრევას არ ვაპირებ ამ ჩუსტის გამო მაგრამ ხდება რა ხო ხალათი აცვია და ფეხზე არაფერი აცვია რა შევი როგორ ხარ ჩაულები ისეთი აღელვებული სახით ცოტა მკაცრი ჩემოდის და თავის 45 ფეხს წკაპ უყრის ამ პეროებია ჯუსტში და კაკუნ გაიარა ანუ ეს იყო მიმანიშნებელი იმის რომ საერთოდ ვერასოდეს აი ყველაფერი ჩვენ გვექნებოდა მთელი ცხოვრება ტყუილში რა ეს რო ჩიქა მას შეეძლო ეთქვა რომ ეს არის აბაზანა ძვირფასო ვარდებით მოგიმზადე და ჩადი და მე მთელი დღე მეცადა ანუ ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ტყუილი რაც იყო ჩვენ ცხოვრებაში რა ძალიან სახალისო დღეს ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვართ და ეს ჩუსტიც რაღაცნაირად დავიწყებულია ძალიან ბევრს ვიცინებდი მაგრამ მე თან ძალიან მაღიზიანებს ტყუილები და შემიძლია რომ ადამიანი მივახრჩონ ნებისმიერი არა ეს ხო ისეთი ტყუილის გამო კი ამ ხელა მოზვერი რო ქოშებში გაუყრის ფეხს და ყავა ხო არ მოგიდუღო არა ყავა კი არა ნახე როგორ გაუყარა ცოტა როგორ მიყურებ და იცი რომ ანუ ეხა პროსტა აბა რა მე არ მენდო რა ანუ ჩემია ეს პეროებიანი და 26-ე მინდა და მაცვია იცი რა სუზანდი ჩემი სტილია რა არაფერი არ ქენი ანუ გამოხვედი წამოხვედი ამოვედი უყურე ასანკა მქონდა რომ შევედი და აი წამოვედი ჭექა ქუხილი იყო ჩემ თავზე და ბეჭავებული ვიყავი მარტო ვარდისფერი ჩუსტი და მისი დიდი მიკროფონივით თითი რო ჩაეტია იმაში ის მქონდა თვალში და აი მე ნელ-ნელა გავიმართე ისევ რა ვქნა მაგის მერე მალევე მაგის მერე პერაშკებს რო იცმევ შებანტუ პერაშკებს რო იცმევ მაგის კომპლექსი გაქვს მას ეძღვნება კი გავაღებინებდი აი ამ ყბას და გადავაყლაპებდი იმ ჩუს კაი აზრია ტაბლეტივით ყველგან ხომ მოვძებნიდი იმ ქალბატონს ყველა ოთახში ხარ გამოდი წარმოიდგინე რომ შერბის მეზობლებს კაცა გაისინჯათ თელ სადარბაზოში ჩამოვევლიდი და ვაი იმას ვისაც მოერგებო და უკანასკნელი იქნებოდა იმ ქოში იმ პატარა მახინჯი ფეხის ჩადგმა და ახლა რო უყურებს ეს გოგო და როგორი პოპულარულია და ვაი ჩუსტი და არ არის ალბათ ქართველი ნანუკა არ არის ქართული ხო იცი მაგით რომ იმშვიდებენ ხოლმე თავს უცხოელი ახლა ალბათ გაიგულავა კაცი იცი რა მე ძალიან არ მიყვარს ტყუილები ამის თქმა მინდა და აი ძალიან მეშლება ხოლმე შესაბამისად ნერვები ვინმე რომ ატყუებს ჩემ ერთ მეგობარს ახასიათებდა ძალიან უწყინარი ტყუილები ერთი პერიოდი განსაკუთრებით ადრე იმიტომ რომ ძალიან გვიანობამდე ეძინა რა ორი მეგობარი მყავს რომლებსაც ძალიან უყვართ გვიანობამდე ძილი ახლა ვეღარ ახერხებენ იმდენი საქმე აქვს და 4 ყავს უკვე აი მეგო თანამშრომლები ვართ მაინც ერთს რო ურეკავდა ისა რა ქვია ელენე გძინავს გეძინა რო ეკითხებოდი აი ეგრევე ჩხუბს მიწყებს რომ ხომ ძინავს და აღარ დარეკო აი ძალიან აგრესიული ტონით და მითიშავს აი უგუწრს ფელესაც და მეორე რას მიკეთებდა რა აი სუ იღებს ტელეფონს ოღონდ არც იფხიზლებს თავს ესე ხო იღებს ტელეფონს და ვაიმე გეძინა და ოღონდ არ უნდა რომ შემაწუხოს ეხა და არა გოგო დილის 7-ზე ავდექი ვარჯიში დისერტაცია დავიცა ყველგან ვიყავი მოვილოც ყველაფერი ქნა ყველაფერი 4 ტომეული წავიკითხე დოსტოევსკის და ეხლა მოხმიცავს აი ესე მეუბნება ნუ კაი სუ ესე აკეთებ ერთ დღესაც ურეკავ მაგის სახთან დგავარ ეს ძალიან უწყინარი ტყუილია ხო საიმიჯო ტყუილია ვაფრენ ამ ამბავს და დგავარ ამის სახთან და ურეკავ რა და ისევ იღებს რომელი საათია აი ესე პირველი საათი არის შუა დღის მეთქი გეძინა თქო და მეძინა დიასადრე ავდექი დავხეხე გადავხეხე რაღაცებს მეუბნება ყველაფერი მოასწრო ვიცხოვრე გავთხოვდი გამო ყველაფერი ჩამომithვალა და ნუ კაი თქო მეთქი კაი თქო და გავთიშე ტელეფონი 10-მდე დავითვალე და შევარდი მაგის სახში. შევარდი და ვხედავ. დედამისი დადის ჩხუბობს გოგოს რომელ საათამდე უნდა ეძინოს. მე მგონი სტუდენტები ვართ რომელ საათამდე შეიძლება გოგოსთვის ძინო. ჯერ უკვე მომწონს რომ всё გამოვიჭირე ხა ეს. შევხედე და ლოგინში როგორ წევს ხალხო იცით აი მგონია რომ მთელი ცხოვრება აწევს აი ესე ჩუსტივით არის გადაზელილი ჩუსტი დღეს არავინ არ მიხსენოს აი ესე აქ და დავადექი ესე თავზე და უყურებ ანუ კი არ ხმაურობ ვაცდი რომ აი გაიღვიძოს თავისი და შემომხედოს პირდაპირ და იგრძნო ძალიან დიდი ენერგეტიკა და თვალებს ახელს
და მიყურებს და მე უყურებ აი ზუსტად ესე. აი ამას უკეთებ და ესე გაახია თვალები და გოგო ჩამეძინა. არა ღიარა მაინც მოიფიქრა და ვითომ იმ წამს ჩაეძინა 2 წუთის წინ და ეგეთი როგორ ხო და ეგეთი უწყინარი თან თაღლით იმიტომ რომ ერთხელ ვიყავით ის უფრო თაღლითობაა საიმიჯო თაღლითობა ერთხელ ვიყავით აბასთუმანში და ვისვენებდით რაღაც საყვარელ სასტუმროში ოღონდ იყო ძალიან დიდი ეს საყვარელი სასტუმრო აი ერთ ბოლოში იყო სამზარეულო სადაც ჩვენით უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი არავინ არ გვემსახურებოდა იქ რაღაც პროდუქტები მიგაქვს და შენი დამზადებ და ვარ და სხვისას იღებ და ჭამ მეცი რამდენჯერ ძალიან დიეტაზე ვარ თქო და ჩავიტანეთ რაღაცე მაწნები და რა თქმა უნდა იქ აი კულინარი შეხვდა ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი და სულ თავაზობდა საცოდავი სახით უყურებდი ხოლმე თებში და მაჭმევდა და მეორე ბოლოში თან ზემოთ რაღაცა მეოთხე სართულზე გძინავს მე და ამას წევართ და გარეთ ბარდნის რაღაცა კი არ ცივა აქ მაგრამ აი საბანში რო ხარ გემრიელად გახვეული და უკვე ძილისკენ რომ მიდიხარ და ოთახში ნუ არაფერი არ არის რა იყო რამე თუ მოგვინდება ყველაფერზე ნუ უნდა ჩავიდეთ ამ სამზარეულოში რომელიც არის ძალიან შორს და აი უკვე წევართ და აი განსხრომაში ვარ და აი წამოვიწიე ოდნავ რომ ხო იცი აი რომ ემზადები რომ დაიძინო რომ ეს ლინზები ჩემი ამოვიღო და აი ოდნავ წამოვიწიე და უცებ თან მანამდე მიყურებს რატომღაც ბევრჯერ გამომხედა ესე რა მე არაფერს არ ვაკეთებ და ესე მიყურებს და რა შვება ვერ მივხვდი ესე მიყურებდა ესე რაღაცებს აკეთებს და არ მეუბნება არაფერს და აი ესე ოდნავ წამოვიწიე და აი უცებ ესე წყლა ხო იწოდა გოგო ბარი ფეხზე ხარ და ყავას გამიკეთები და როგორ მაბოლებს ასე თაღლითი წყობილა ცოტაში ფეხზე იყო აი ეს აი ოდნავ გოგო ბარი ფეხზე ხარ ხარ ესე განსაყვარელია და მე და ჩემ ბავშვობაში ერთი ესა რომ აი ერთი ესა და გამქრალი ვიყავი ადგილიდან გამორიცხული იყო მაგრამ კი არა ბავშვობაში ძალიან ცუდი ჩვევა იყო რომ დიდები სადაც იყვნენ იქ არ უნდა შესულიყავი და ხანჭიქა მქონდა მიდებული და ხან პატარა იატაკის იმიდან ღარიდან უსმენდი რა სჭორავდნენ ინეზა გულსუნდა ნინო რა ვიცი მე ციცოდა სულ მაინტერესებდა იმ ოთახში რა ხდებოდა და ერთხელაც ეთყობა დამინახეს რა და თან იქ თუ მაგიდაზე ყავასთან და შოკოლადი ან რაღაცები მიქონდა ანუ სანამ არ წავიდოდნენ ასე ვერ აიღებდი რა არ შეიძლებოდა და ხო ეხლა როგორ მიყვარდა შოკოლადები ხო წარმოგიდგენიათ ეხლა მე როგორ მეყვარებოდა შოკოლადები და დიდი ეს შოკოლადების ულაპარაკობ ანუ ეს შოკოლადები უგერავის ვერ მოატყუებ უდევთ და აი როგორ მახსოვს შუშიანი ფანჯრები რო არის კარი რა სახლებში შიდა გამყოფი და ამ თხელი ფარდები როა და იმ ფარდებში ცოტა ლანდი რო ჩანს და აი ამას ხედავ ნახე ესთან ის ინეზა ბუთქუჩა გემრიელი ეს ციცო ბუთქუჩა გემრიელი და ვფიქრობ ესენი რას დატოვებენ და ვიყურები აი რა სახე მაქვს წარმოგიდგენთ ეს გადის ცალითვალი შედის აქედან უფრო სწორად აი ესე და იწევა და ეს დააფიქსირეს რა და აიღეს ყველა შოკოლადი ჩაუყრიათ რა სადღაც სხვა იმაში და მოგეთ გამოდენინო მადლობა უგემრიელესი იყო შოკოლადი არაჩვეულებრივი და წავიდეთ მაგრამ შევხედე და აღარ არის ნანუკა აღარ არის და გამაშაყრეს ანუ აიღეს ყველა და ვითომ სულ შეჭამეს რომ ვიყურებოდი უყურებ და აი ეს ამევსო ეს ყველაფერი რა და ხორები მეთქი რომ ვიფეთქე ვითომ წესიერი გაზრდილი შვილი ხო ყავს დედაჩემს იქვე გაიგეს ეს ჩემი კივილწოლი ხორები სულ შეჭამეს სახში არ კონდათ აი ესე ერთი რა მახსენდება იცი ოღონდ აი ძალიან ცუდად მახსოვს იმიტომ რომ აი რაღაცნაირი ასაკი გვაქვს რა მე და ჩემი დეიდაშვილი ბიჭია და რაღაცა იქ არ დატეხის თუ რაღაცა ეგრე და ურეკავ და არიღებს ტელეფონს არიღებს და მე მეშლება ნერვები იმიტომ რომ რაღაცაზე შეთანხმებულები ვართ რომ ამ დროს იქ მას უნდა გავუაროთ გამო რაღაც უნდა ვქნათ და გადავიხედე ფანჯრიდან და ხედა უბანში დგას აი რაღაცნაირი ასაკი აქ რა და ორი გოგო დგას და აი როგორ ელაპარაკებ, იცი რომ აი ყველაფრით ხდები, აი იმათ რეებს ეუბნება საერთოდ, აი შენი მეგობრიან გახვეული. ჩემი დეიდაშვილი, ხო. და ძალიან მეც ისეთი ასაკი მაქვს, რომ აი არ მოვითმენ, შანსი არ არის და აი უტაქტ, აი სპეციალურად მივარდი გიჟივით და ანუ ტელეფონს რატო არიღებ? ძალიან საინტერესოა, აი ესე ვეუბნები ზუსტად.
და უკვე გააცე, იმიტომ რომ თან იცი რა, იქიდან რომ ურეკავ, ხედავ რა ეს ეშვება და ამას უკეთებს იმ გოგოებს რომ ეს ვიღაც მიირეკავსო რა და თიშავს არ იღებს ტელეფონს და ანუ რატო არ იღებ შემე აი ეს ჭირს და უცებ დგას და არც ის რა ქნას აუ ეს კიდე გამოიქცა ფსიქიატრიუმი და ანუ უცებ ისე და უცებ ისეთი ხავილი დავიწყე რომ ამათ მათ დაიჯერეს რომ მე მართლა იქიდან მარ გამოგწეული სორი გარბოდა და ეს შერჩა იმიჯამა ანექსება დართული და ასე ჯერა აი ეს ხო ძალიან შევეცოდე ძალიან მაგარია. მოკლედ, წარმოადგენს სტუმარს. უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში მას იცნობს როგორც მომღერალს. უმრავლესობა აგრეთვე იცნობს როგორც მომღერალს და ძალიან მაგარ ჩამცმელ დამხურვალ გემოვნებიან გოგოთ. ძალიან ბევრი იცნობს როგორც მომღერალს, კაი ჩაცმა, კაი დახურვა, კაი მეოჯახე, კაი გოგო, ლაღი გოგო, მოვლილი გოგო. ბევრი რეგალი აქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ კუთხით არავინ იცნობს, ან ძალიან ცოტა მის წრეში სამეგობროში თუ იცნობს. ამიტომ წარმოადგენ, რომ ამ გოგოს ძალიან ბევრი რეგალიას კიდე ემატება ის, რომ აქვს საოცარი იუმორის გრძნობა. ამიტომ ერთი სული მაქვს, რომ შემოგვიერთდეს, ნინო ჩხეიძე არის ჩვენი სტუმარი. მოდი ნინო, აჰა, ყველაფერი სახეზეა რა. სანამ ავიცრებით დღეს შორიდან კოც. მე აცრილი ვარ. შე თუ აცრილი ხარ, მე იცი რატო მოვედი? რაღაც მინდა გითხრით, იცი რატო შეგხვდი ესე? გადაცემაში ვნახე რომ წაიქეცი რომ შემოხვედები და ეთერში. ვაიმე ხო. წარმოგიდგენია რა დამემართებოდა პირდაპირ ეთერში და არ მოვიდგინე. შესავით სპორტული ჩვენ სალომე გვყავს, გაზ და ისე შეუძლია წაქცევა. გეხვეწა სიმართლე მთელი გეწყინა ისინი რომ იცინოდან თუ არა? არა დავიშოკე ხახნა თან ხო არის გადაცემა თქვათ მიდიხარ ერთი სიმღერით ან მიდიხარ ამ გადაცემაში გედო იმ სიმძი დისკი მქონდა პრეზენტაცია მქონდა ახალი დისკის ჭიქები და ნინო ჩხეიძე დაბრენდილი ყველაფერი რაც მაგას ქონდა აი ესე შევდივარ ძალიან რო გავიაზრე რომ ვარ პირდაპირ ეთერში და ძირს გორაო აი შოქში ჩავარდი მართლა რამე ხარ ხო იუმორით შეხება ხო რა ძალიან სენსაციოა მართლა შოქში ვიყავ ვერსი მოვახწევდი შენამდე ისეთი და მე წაქცევის მერე საჭმელი გავაკეთე მაგ გადაცემაში ვიმღერე ვიცე შინიონები ყველაფერი გავიკეთე აბსოლუტურად რა მაგრამ მაინც იმაზე შოკის ყველაფერი მეორე გადაცემაც წავიყვანე მეგონი რომ მიდიოდა შევარდი იქაც ჯერ როგორ მოგვიყევი როგორ გამოიყურებ ხედავთ საოცრად მადლობა რა ვიცი როგორ შეფერებდი სახლში ლაივები ქონდა არაჩვეულებრივი როიალთან ესე კი რაღაცა კომუნიკაცია რო გაქვს შემსვენელთან მაინც ძალიან კარგია და ძალიან გვიშველა ამ სოციალურ ქსელებმა და მანდ რეალიზდებით ასე ვთქვათ მაგრამ კონცერტები არაფერი ჯერჯერობით და ხო მაქსიმალურად სოციალურ ქსელში თუმცა დამოკიდებულება იცის არა ამ სოციალურ მე გავხდი დამოკიდებული და დილოს მაგით იწყება თქვენ არ ვიცი რამდენად მაგრამ მე ცოტა ვცდილობ რომ ცოტა გავერიდო ხოლმე იმიტომ რომ ყველა კომენტარს უყურებ ყველაფერს და ძალიან არა თან არის ღამე რო გაძინება აი მართლა გარდაცვლილი მეკონა ჩემ მეუღლეს იმიტომ რომ აი ესე მეჭერა აი ესე სალომე აი ესეთი ხმა მაღვიძებ და აი ესე მეძინა აი ესე ხარ ქუჩაში დავდივარ და არაფერი რო არ გესმის ნინო სპორტულ შესაძლებლობებზე მეც ვიცი რაღაცა ჩვენ ვიყავით ერთ გადაცემაში სადაც იყო აი შეჯიბრი სპორტული შეჯიბრები და აი რეზინობას თამაშზე ყველაზე დაბალ დონეზე ვინც გამოვარდა იყო ნინო პირველი დონის ახტომარო არის რამდენი საერთო რამე გვაქვს ნინო ესე იგი ბავშვობიდან რატომღაც ჩემი მშობლები ცდილობდნენ რომ ყოფილიყავი სპორტული ამ ფუთქონებისკენ მიდრეკილება მქონდა პატარაობიდან და ჯერ შემიყვანეს სირბილზე რაიმე ნინო მართლა მეორე ადამიანი არ არსებობს სირბილზე დავდიოდი მე ვით გოგოება და ფუთქონა საწყლი ერთ წრესაც ვერ აწყდი შუაში ვიტანჯებოდი იქ ბოლოში ცოტა ჩამოჯდებოდი ხოლმე და მე რებითა მე ვირბინე და ეს იყო ტანჯვა ამის მერე გადაწყვეტეს რომ ცურვაზე შევყვანეთ და ცურვაზე დავყავდი ჩემ მშობლებს მთელი წელი და ნუ წყლის ფობია მაქვს რა თქმა უნდა და ეს დაფას ხო ვერ გავუში ხელი და დაფით ცურავდი
და ფეხზე მქონდა გადატყავებული. ეხა რატო? ლაგუნაზე დავდიოდი. და შუაში სადაც ვისვენებდი ეს მეტლახი თუ კაფელი თქვი, ამოტეხილი იყო და მაინც მე საწყალი იქ ამუხლებს ვადებდი. გადატყავებული მქონდა და ვერ ხვდებოდნენ ვერაფრით რომ რატო ბავშვი ცურავს და მუხლებზე რა ჭირსო. იდეგი მუხლებზე იქ. ლაგუნა მაშინაც რა დღეში იყო და მოკლედ მთელი წელი ვიარე და ჩემ მშობლებს გონიათ რომ ვარ დელფინი უკვე აი ბავშვი ფლობს საჩვენებელი გაკვეთილია ამ საჩვენებელ გაკვეთილზე მე საწყალი ეს პენოპლასტისის იყო და რო ვერ გაუშვი ხელი და რო მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და მოკლედ ძალიან წარუმატებელი იყო ვიტანჯე ამ ცურვაზე ხო ნუ ეს სპორტა ვერ უმეგობრებ აი ყოველი ორშაბათი ვამბობ რომ ვსო ეს ის ორშაბათია რომ ვარჯიშს ვიწყებ არ დაგიწყია პანდემიაში ვარჯიში სახლის ცელობა მქონდა ტრენერი ავიყვანეთ ავტანჯეის ტრენერიც დაანება სადაც თავი მოღვაწეობას დაბლოკე ნომერე ჩემს ვთქვა დაბლოკე თვითონ ინტერნეტი რო ჭედავს მე ზუმი რაღაცა ცუდად მუშაობს რაღაც როცნებ უფრო ინტერნეტი გაითიშოს იცი ბავშვობაზე რადგან დაიწყე ლაპარაკი რა მუსიკას უსმენდი ეგ მაინტერესებს მე ბავშვობაში დღევანდელი ბავშვები ხო იცი რასაც უსმენენ დღევანდელი არ ვიცი ჩემ იცი რა თაობის ვარ მე აი ბიცი ლედზეპლინი ქართულებიდან იყო ორი ჯუჯა ივერის კონცერტები ხო ხდები რაღაც აი ელტონ ჯონი ხულიო ეგლესი და მამა მასმენინებდაო ბიტლსებს ხო აი რაღაცა ნაკრება აი რო გითხრა რაღაც თუმცა აი მე უკვე ვიყავით მე და ჩემი გვარი მაიკლ ჯექსონის ფანები და რაღაც მაშინ პლაკატებს რო ვყიდულობდით ჯერ ქვეშიდან ეს პერიოდი შემით ვაწევდი ხოლმე ხელს ვითომ მართლა ისე ჭუიდან გადადიოდნენ აღლითია რა ეს წერდა უკუღმა უბრალოდ აჯერ როგორი წერება ბოდიში და გოგიდოლიძის ფანი ვიყავი აი რაღაცა სასტიკი ხო და ამ მიმდინარეობას ვიჭრიდი მიაგენი აი შენსას რა მიმდინარეობითაც წახვედი იცი რა არის მივაგენი უფრო მე ცხოვრება მოიტანა ანუ ბავშვობიდან დოლგარმონებში ბავშვობიდან არ გიყვარდა ესეთი არა არ მიყვარდა ვერ ვიტყვი უბრალოდ არ იყო იმ დროს ესეთი აქტუალური არ ვიცი ჩემს არ იყო ეს სიმღერები და რატო იუარე ეს ბავშვებიო რას უსმენენო დღევანდელი ბავშვები არ ვიციო გზაზე მირბის ყურდღელი გზაზე მირბის ყურდღელი ცელფი პროჯი ტექსტი შენია დარწმუნებული არა მაკაროში ის ნახე როგორი ტექსტია წინ შემოხვდა მელია გამარჯობა ბაჭია რალამაზი ქურთუკი გაცვია და აი რაღაცა უფრო ჩაცმის სტილში რომ გაიყვანა მან და თან აი ბეწვები შენ გიყვარს მე მგონი ხო ბეწვეული მას ხედავ რომ აღარ რამდენი წლის უკან 14 წლის უკან ვისხდით ხოლმეზე და კვირაში ერთხელ მივიბავდით მოვიბავდით და ერთხელ და აუ თმაზე ძალიან ბევრი ისტორია მაგრაზე იცი რომ ამ თმას ხო ვიგრძელებდი და სულ მქონდა ხოლმე რომ აი რა ესე ჯობია თუ ეს თმა ჯობია თუ ის თმა ჯობია და შავ თმას ვიგრძელებდი მაგრამ ნუ მჯერა და ესეც არის რომ ამ თმას გადააქვს ენერგია და აურა და სანამ ამ თმას მივიწებებდი მომქონდა ეს თმა სახლში და მასივარში ვყინავდი აი მე რო გასვოდა ენერგია ყველაფერს შევოდი მაგრამ ერთხელ მახსოვს სტუმარი ყავდა მე და ჩემი ქმარი ვართ ყინული მინდოდა აი საყინულე გამოაღებეთ აიმე თახტო პარიკი და ეს ბიჭი მიდის რაღაც ძალიან საკეიფო განწყობაზეა ფეხბურთს უნდა უყუროთ ხოხზე გამოაყო და შავი თემები მასივარში პარკში და ვიკეთა იქ რა არისო რატო ეს ყინვა იმაშვება რა ნუ ესე ამბობენ საცხოვებაზე ანუ აი რა საკიდან დაგიწყოს რა აი რა ვიცი რომ გარშემომყოფებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში რომ ადრე დაქორწინდი და რაღაც კომპლექსები ჩამოგიყალიბდა მაგასთან დაკავშირებით რომ როდის თხოვდები არ თხოვდები და დაგაგვიანდა და რაღაცა რამდენი წლის იყავი 19 არა 19 წლის ბავშვი ეუბნები დაგაგვიანდა გათხოვებაო ეგეთი რაღაც არა არ დაგაგვიანდა მაგრამ სასურველი იყო რომ გათხოვილიყავი ანუ საზოგადოება მიგანის იყო საზოგადოების სასურველი საზოგადოებისთვის და თვითონ ნიოსთვის მოგიყევი რა ეგ ეხლა თუ ამბობ ხოლმე რომ რაღაცა ხო ქონდა როგორც იქნა გავთხოვდი მე ესე აი რაღაცა რომ ლაპარაკობ ხოლმე ჩარჩენილი მაგრამ მე ხო ვერ თხოვდებოდი და
დაუჯერებელია ეგ. აუ ერთი ისტორია მოგიყვეთ გათხოვებაზე. აი ესე ამ იმაში ვარ რა. ვერ თხოვდები და გასაჭირში 18-ის ვარ და 18-ის ვარ ვერ თხოვდები და ჩემი მეგობრის ძმა თამაშობდა კალათბურთს. და ანუ 18 იცი როგორი ბავშვი ვიყავი რომ აი საბურთალოზე პირველად რომ წავედი ვაჟასთან მამაჩემს ურეკავდი რომ არ ვიცი სად ვარ მეთქი, ანუ ვერ ვაგნებ აქედან. თქვა, ანუ რაღაც ძალიან უბანში ჩაკეტილი. თვითონ გატარებდნენ მანქანით და არა, სულ მოდებული ვიყავით სოლო, სკოლაც იქონდა, მუსიკაც, მეგობრებიც, აი ყველაფერი. და ჩემო მეგობარო მითხრა რომ ჩემი ძმის თამაშიაო კალათბურთისა და წავიდეთო. რას მეუბნები ახლა კალათბურთზე წავიდეთ, გავგიშდი, გამოვიპრანჭეთ, მები გავისწორე როგორც იყო მაშინ. რაღაც ახალი პონჩო მაცია მახსოვს და მივედით, აი რაღაცა ეს მასშტაბი და აი პირველად რომ წახვე რაღაცა მსგავს იმას. გაგიშებული ვარ ისეთ ეიფორიაში ვარ და ჩააგდო ერთი ბიჭია რაღაც შევათვალიერე რაღაცა ჩააგდო ბიჭმა და გამომხედა. აჰა. აი ვიფიქრე რომ რასა მოპესიკი ყოჩახნინო მაგარ ფორმაში ხარ. ესე იგი ამან რო ჩააგდო და გამომხედა, კიდე გაგრძელდა თამაში, მე მეორეც ჩააგდო და უკვე ამან გადაულაპარაკა ვიღაცა და იმ მეორემაც გამომხედა. გაიგე შენ მართლა რა ხდება? აუ, აი უკვე იცი როგორ რომ ვიპრანჭები და თვაი პატრას თარკეს რო ამოიღებ ხო ისე. კიდე და უკვე მე მესამეს გადაულაპარაკა მეოთხეს და უკვე ორი ეს რაც არის ეს თამაში გაგიჟებული ვარ, ჩემი თავი მგონია ეს სასწაული და ფიქრობ რომ აქედან არ გამიშვებენ კაცუეჭერი გათხოვილი ვარ აქ. და უკვე ბოლოს ისე მოხდა რომ მთელი გუნდი მიყურებს. ოღონდ ორივე გუნდი მე მიყურებს. აუ, სადაგაკ ის პონჩო. გესმე შეიძლება უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია რომ ორივე გუნდი მე მიყურებს და ბოლოს უკვე პიკი იყო რომ მთელმა დარბაზმა გამოვხდება. ტაბლოს ქვევით ვიჭექი. იმედ გაცრუება ჩემ ცხოვრებაში აღარ მქონი. და გულშემატკივრობდი. შენ ძუდა იმ დღეს კალათბურთის შენ ძუდა და არ მიყურები არც კალათბურთელები. კალათბურთელები. სპორტისიც არ გიშდება. სირბილსაც დაანებე თავი. დაანებე წახვედი სიმღერაში. ის 2 საათი კი ვიყავი გახარებული. ღირდა. ხირდა. სხვადასხვა თქვენ რომ დამცინათ მე ადრე რომელიღაც გადაცემაში მე და ნინოს ერთი ვოკალის მასწავლებელი ყავდა და პედაგოგი შურა ჯანელიძე მახსოვ ხარ კონცერტები არის კიდე იქ ბევრი რამეა საერთოდ რუსულთან დაკავშირებით რუსული არ ვიცი მე ინგლისური აქცენტი გაქვთ ორივეს კაი სიმღერის დროს მე ის სიმღერა you know care I don't care შვე სიტებში როა შესული მახსოვს ის არის რა ქვია ძალიან ცხელოდა ზაფხულში ვიყავით და ფრანგები იყვნენ სტუმრები და კარგ დროს ვატარებთ გავედით აიბოს და I'm very hot მეთქი ალექსანდრა ცეგრე ამბობს გაგიშდა ამბობს სათქმელს გვაქვს დრო რომ მოყვება ყველაფრის დრო გაქვს შენ აქედან არ მიდიხარ პარიზში ვარ ადრეა ჩემ ახალგაზრდობაში და მოკლედ ისეთი წრე არის რომ აი ერთმანეთს რომ ვეპრანჭებით რომ აი ამას ჩაიცვევ თუ იმას ჩაიცვევ აი ამ ეს თუ უცხოთ რა ეს შანელი და ძიორი აღარ არის საინტერესო იმიტომ რომ რაღაცა განსხვავებულზე ვართ გადასული და მახსოვს უცხოდ ანუ არ იკითხება ვერ კითხვა არა ბრენდი უბრალოდ რაღაც ის და მივდივარ ესეთ დინერზე ერთხელ და რაღაცა ქოშები ვნახე ხის ძირზე ქოში და იმდენად რაღაცა ხო უშნო შესახედი იყო ვიფიქრე ვეჭორი ყურადღებას მივიქცევ მეთქი და ეს ჩემია აი რაღაცა დიდხის ძირზე ისეთ განსხვავებული ქოში ვიყიდე რასაკვირველია მივედი საღამოს კოსტში დინერზე და მოკლედ ძალიან აღფრთოვანება გამოიწვია ჩემმა ქოშებმა რა ქოშებია ჩემსაც მივახცევდი ყურადღება მივიქცია და მე რა ბრენდია მეკითხება ეს ერთ-ერთი გოგო და დიზაინერებიც არიან ესეთი
რა ბრენდია? მე ვთქვი Greg Darrell. მოიგონე? არა. მართლა იგი ხო? Greg Darrell. Greg Darrell ვიცი მე. Greg Darrell ეს მე Greg Darrell ვიცი და ფრანგებს ეკითხებიან Greg Darrell ვერ გაიხსენა პირავ და მე ვარ როგორი იცი რომ თან ქოშიმაც ისეთი რომ მოეწონ და თან აზე არა ხარ რა ბრენდის აბა ატარიო მაღაზია და მე თქვი სენტონერდა რომ გადახვა აი კუთხეში არის მაღაზია ბერტუს მაღაზიის გვერდზე ჟერარ დაღე და ჩემთვის Greg Darrell საიდან მოიტანა პროსტა? ანუ ფრანგი გადაუთარ წაგიგია ჩემნინა წაგიგია ისო ნიკოლოტოშკა საუგია შელა წამოვედი არაფერს რაღაცა შევდები წამოვედი და შენ იცი რომ მარტო სალომესთან არ გაქვს საერთო, ჩემთანაც გაქვს რაღაც საერთო და ეხლა გეტყვი რა. შენ ინტერვიუს მოვუსმინე, სადაც ამბობ, რომ ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო და ბავშვობის ოცნებაა, რომ ცეკვაზე მელო და არ მიმიღეს, რომ ეს ეგრე მიმიყვანა დედაჩემმა და ჩემი აი მე და იმის მერე ყველა გადაცემაში ცეკვავს. არ მიმიღეს ამ ცეკვაზე ხო და მე ხო იცი ამ გადაცემაში სხვათა შორის სულ ვისრულებ ხოლმე ჩემს სურვილებს და თუ გინდა ერთად შევისრულოთ მე და შენ osურზე ვიცეკოთ მე და შენ რაც შეგვიძლია ის რაც გამოგვდის. ისე მიყვარს, ისე გამიზარდე ბოლო წლებში. დიდი ოსურის მოცეკვავე მე არა. ნანუ კაცაც კარგად გამოსდის, ძალიან და კარგი იქნება რა. შემოხვდები მე მეც და მე ჩემს სიტყვას საცეკვავ. ცეკვავდი ბოლო 3 წელი იმ სიმაღლეზე. არ ადგეს ახლა ეს არ ადგეს ჯობია ჩვენ თუ ცეკვა. შენზე მოსულია რომ არ ადგესო. ჩაგვირთეთ ნინოს სიმღერა და ვიცეკოთ. ოღონდ ჯერ რა უნდა გკითხო. ესე იგი ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იყო ეს ტყუილები რა. შენ ტყუილებზე რა მინდა გკითხო? აი ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგია შენ თავზე? იშვიათად რომ გამიგია რომ წაღვერში მაქვს ვილა. ეს შემამსვენელმა ფანტაზიო რა. კი და ადამიანი ამტკიცებდა. მოვიდეს. მოდი. უი, კოჩხი ბედნიერი და. სო, ნანო ეს არის. კომა, ჯეკა. ქალია, ესეც ქალია. ანანო. ანანო. ანანო? ანანო, რაი? ანანო. ანანო, რანაი. დასაჩი. ანუ ჭორი არ გაგიგია, მაგრამ ჭორი არ გამიგია ესე რომ გითხრა რომ რაღაცა დიდი ჭორები შეიძლება არ ვაქცე ყურად. არა, მე არ გამიგია. არც მე არ გამიგია, არა ხარ. არ გაგვიგია, ესე იგი. ბოდიში ხალხო ფოტოსესია დაიწყო იმან ძაღთან ერთად და გაიყვანეთ რა. მოახჭო. ისე დობერმანებთან ქონდა ამას ფოტოსესია. კი, ასე რომ იდგა გავწარებული ძაღლი მოახჭობდა საფმელის. აი ხავია. კარგი იყოს. რა გქონდა კითხვა? ძაღლი ძიმასთან რატომ მიდის დავიღო? დაუძახა და იმიტომ ვინცაც დავინც არა, მოვიდა ჩემთან დამსხვრა და წავიდა. ხო და ტყუილებზე ახლა მე როგორი თამაში მინდა რომ გეთამაშოთ. ყველამ ჩვენი ცხოვრებიდან მოვყვეთ თითო ფაქტი ან მაინც და მაინც ამბავი არა, აი შეიძლება მე გითხრა რომ აი მე ძალიან მიყვარს ყველიანი მაკარონი და აი თქვენ უნდა გამოიცნოთ მე ვიტყუები თუ არა. მაგარია. ვინ დაიწყებს? ნინოს თუ უნდა ნინომ დაიწყოს თუ გინდა სხვამ დაიწყოს. წუმარია ნინო და ნინო დაიწყებს. ვაიმე. მე ხელ ვიყავი 71 კილო. სიმართლეა. სიმართლე, სიბაღლე გაქვს. სიმართლეა? კი. კი. ანუ ჩემი ნორმალური არის 57-58. მე რა იყო? 71 ვიყავი. კი. არ შეგიძლია შენ. ნანუკა შენ? მე მე-9 კლასში მომიტაცეს. სიმართლეა. უილია არა, სიმართლე ფულის გამო. ხუსალავდნენ ოჯახს. რა? არა, კაცო, სიყვარულისთვის და ოჯახის შექმნის მიზნით მე-9 კლასში მომიტაცეს. რას ქვია, ფულს ძალავდნენ. რა მე-9 კლასში მოიტო, ვინ დაძრავდა იმ ხელას გეხოთ? იმშელეთ ეხლა და მიდით ჭეშმარიტება. არა, ტყუილი, არ არსებული ამბავია. შენ მოიტაცე და მე უკან წამო. უკან კი ისტორია. თვითონ არ მობრუნდებოდა. ცემა და გადმოაგდეს მაშინ არ ვიყავი მანქანიდან. გამწარებული. მე ვამბობ რომ ტყუილია, შენი მე აზრი. ვამბობ თუ ფულის გამო არა. მართალია.
მართალია მართალია აი ნინო შენ მართალია მოგიტაცეს შენ რას ამბობ კაცო ნინო მართალია სალომე უკვე მართალია მართალიას ვამბობ მე ყვილიას ვამბობ კაი ხალი ხარ ყვილია როგორ არ მოგიტაცეს როცა მე ის ბიჭები და მამაშენ რო გაგიჟდა რა სიტყვები ახლა რატო გამოიყვანე თეონა კარგი მეგობრა და მე ვიდო არ მოყოლა ვიცოდი დამეზარა ყოჩახე ცუდადაა ჩვენი საქმე არ უნდა გექნე კარგი ყულ მართალს ვერ არჩევთ ჩემს ამის თქმა მინდოდა რა მე ყველაფერი მჯერა ისე და მე მან დავარ მე ნინოს რა დავაფიქსირე იცი ხო ამბობთ და ჩვენთან ამოწმებს ახლა ეს მართალს ამბობს და თან ერიდება რა თქოს ტყუილეო და მართალია მე ერთხელ ბევრი ალკოჰოლის გამო ვიწაკი საავადმყოფოში გამოსაფხიზლებელში ტყუილია მაგრამ ხარი ვიცვავ მართლა რა მაგრამ პატარა თუ იყო პატარა ასაკში თუ იყო შეიძლება მართალია არა თუ პატარა ასაკში დალებდა შეიძლება წაიცა აი მართალია მეც მართალიას ვამბობ ანუ გამოსაფხიზლებელში არა უბრალოდ საავადმყოფოში არა გამოსაფხიზლებელში სადაც მიხაილოვში მიყავთ ხოლმე ეგეთი ადამიანები მართალია ხო ანუ ხო მართალია ცუდადი აი ეს ჩამოერაკა მართალია მე არახში და მამაჩემის 80 გრადუსიანი ჭაჭა სოფლიდან ჩამოტანილი რო გამოუგზავნეს მოვიყუდე და ლიტრა რა კარგად დადიოდა წარმოიდგინე არა ვეღარ ვიარე გავითიშე და დამამთავრე მე ხა მე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დომინოს თამაში და გომბურში რომ მივდიოდი ხოლმე ჩემთან აგარაკზე იმ კაცები რო ბირჟაზე ზიან მაგათთან ერთად სულ თამაშობდი ხოლმე და რო ვერ ვიჭერ ესე რო უჭირავთ ძალიან მომწონდა რა ეგ და ვერ ვიჭერდი ხოლმე ვერასდროს და მე ნუ რაღაცა წლები რო გავიდა აქ კიროვის პარკში ტარდებოდა რაღაცა ჩემპიონატი რა მოხუც კაცებთან მართლა ასაკოვან კაცებთან ერთად და გავედი და მოვიგე დავამარცხე შმაგი პაპა სახელშია ცვლილება შეტანილი დანარჩენი სიმართლე დარწმუნებული ვარ რომ ამას გააკეთებ და ზუსტად ვიცი სიმართლეა თუ ტყუილია სიმართლეა არა სიმართლეა ნაწილი მაგრამ ტყუილია რომ არა ამ ბავზე გეკითხა ამოტყუილია არა მე მგონია ტყუილია თან ერიდება შენ ვერ გიყურე რა თქმა უნდა ტყუილია კაი მე ვიტყვი რომ ძალიან მაგრად თამაშობ ჭადრაკს და მაგიდის ჩოგბურთს მიტკნარი სიტყვია არაფერი მსგავს გაგყიდა იმიტომ რომ შენი ხტომები ნანახი მაქვს ორი ჭადრაკს დაგიჭერებდით აი მე არა მართლა მაგრად თამაშობ იმიტომ რომ ვიცოდი რომ სპორტზე არ დამიჯერდა. ერთადერთი სახეობა რომელიც სახში მქონდა და ნუ ეს შემიძლია რა. ეს არ ჭირდება ნახე ორი ნაბიჯი იქეთ-აქეთ. ხელი შეუძლია, ხელით გამოწვა. გავაგზავნოთ? ნინო მოიგოა. ძალიან მაგრად მოიგო. ნინო რა. სპორტს არა, ნინოს მე ვარ, იმიტომ რომ ჩემიც ვერ მიხვდით, მაგრამ ნინომ ძალიან კარგად მოიგო. ნინო, პესპეს აქვს შენთვის უკარგესი საჩუქარი. როგორი ესეთი პრემიუმ გოგოც ხარ, ისეთი პრემიუმ ბრენდისგან მიიღებ შენ. ალექსანდრა წარადგენს საჩუქარს. კარგი. ესე იგი მისჩამ გამოგიგზავნა. მიშამ გამოგიგზავნა B-ვიტამინის კომპლექსი B12 სხვათა შორის მე მაგ ვიფიქრები და ძალიან კარგია. კი, კორეული ისეთი პრემიუმ ხაზის არის და ძალიან კარგია. ძალიან გოგოხარ ისე ვერაფრით ვერ გაგიშვებდით ნინოშკა. მუსიკა ეთერში. მუსიკა სანამ ჩართავენ, აბა, ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? დიახ. ეხლა უბრალოდ ხო არ ცეკვავთ. ჩვენი ამოცანა იყოს, რომ ვითომ ძალიან მაგრად ცეკვავთ. კაი. არტეთ ნინ მოდი. ცენტრში ხარ ნინ. აქედან გამოვიდეთ. რას ვაკეთებ? მოდი. მაშინ აქედან გამოვიდეთ თითო. გავყვეთ ერთმანეთს. წავიდა. ისხელია. საბა გამომყევი. არა, ნინომ გასწავლოს, საბა. როგორ? აი მე რა კარგი ხარ. ოჩახ, ნინო. ეხლა რა გავქნა? ვაიმე, ნანუკას ოსურის ცერი აქვს. აი აქ დავიდა. ვერ მეტანი. ზიზი, კიდე. ეს აჭარულია, მაგრამ არა უშავს. მოდი, ახლა კედელი გავაკეთოთ და დავტრიალდეთ. მე ვერ გამოსულ.
კედელი გავაკეთოთ, კედელი, მოდი. მოიცა, ესე არ არის? ბრავო. გაჭიმული რა. ეხლა მადლობა პაკლონი. ვითხარი 2-20 სიტყვა ჩვენთან ახლა როგორ მოგეწონა, როგორ გაერთე? კიდე მოხვა. ძალიან მომეწონა გოგოებო, იმიტომ რომ არის დიდი პოზიტივი, რაც ძალიან ცოტა არის ამ დროში და ძალწყვალს გვჭირდება და მგონია რომ რაღაცა ჩემს სახლში ვარ, რაღაცა სტუმრად მოსული და მომწონსალი ხარია რა ეგრე დაგხვდით და გიხარია და ეჭვი არ მეპარებოდა. კარგად დამხვდით და ეჭვი არ გვეპარებოდა რომ აი ამ იუმორს, აი ამ შენს ახალ რაღაცა განწყობას შემოიტანე და გავაფერა. კოცნით და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ასეთი დასწრებით გავაცილე თეონა, გავაცილე ეს ჩემი არის. კიდე რაღაცა რა მოხდა? მეგრელობისგან რაღაცა ეგეთ მაგარი არ წაიქცეს. გამაცილე მაინც რა იქნება მადლობა. გადავავლე კარგი ბარათის ნიშანია. სტუმარი ყავდა. კარგი გოგოა, იცოდი რომ ესეთი იუმორის გზნობა აქვს? არა. სულ სხვა პერსპექტივა. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ძალიან მხიარული გადაცემა. გემშვიდობებით შემდეგ ეთერამდე. გოცი გეხვევი. ნახვამდის. გამოხდილი გამშვიდობებით. ნახვამდის. გაგან